უცხო კერძი, რომელიც არასდროს არ გაუკეთებია არავის საქართველოს კულინარიის ისტორიაში, ეგეთი არავის არ გაუკეთებია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აუცილებლად უნდა მოვჭე ბოლომდე. ბიჭებო და გოგოებო, უმცროსებო და უფროსებო, მეგობრებო, დღეს მინდა გიჩვენოთ რაღაც ისეთი, რასაც ვერავინ ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ნორმალური ადამიანი ამას არ აკეთებს. ხართ მზად ნახოთ, როგორ იქცევა ჩვეულებრივი ფარში და ბებოს ლავაში ყველაზე ლამაზ რულეტად, რომელიც შამფურზე უნდა შევწვათ. მაშინ გამომყევით და ერთად მოვამზადოთ ყველაზე მარტივი ინგრედიენტებისგან სუპერ საოცარი და სურნელოვანი კერძი. დაალაიქე, გამოიწერე და დავიწყოთ. კერძი, რომელსაც მოსამზადებლად თითქოს დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ არა, პირიქით ხელების მარტივი მოძრაობით ეფექტურ დროში მოვამზადებთ უგემრიელეს რულეტს ღია ცეცხლზე, აი ამ ლამაზ გარემოში. დღევანდელი ჩვენი სუპერ ორიგინალური კერძისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენია, რაც მთავარია პირველ რიგში ფარში, ერთმანეთში გადარეული საქონლის და ღორის ფარში, მწვანე ქინძი, წითელი ბულგარული, ხახვი, ნიორი, შავი პილპილი, სვანური მარილი და აი ამ ყველაფერს გადავახვევთ აუცილებლად, ეს არის ბებოს ლავაში. ბოლოსთვის რაც დაგჭირდება, უნდა წაუსვათ შეწვის დროს შამფურზე რო წამოვაგებთ, აი ამ ყველაფერს უნდა წაუსვათ ბოლოსკენ, სანამ შეიწვება აი ეს ცხარე კეჩუპი. რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში ეს არის, რომ ფარში უნდა ვაქციოთ ერთიან მასად. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ბოსტნეულებთან ერთად, წვრილად დავჭრათ. რაც შეიძლება წვრილად. ჩავაყაროთ ფარში ერთი კვილი ნიორი, რომელსაც წვრილად დავჭრით. ხახვიც აუცილებლად წვრილად. ეს ყველაფერი მე რო შეგემდება, ისეთი ორიგინალური გამოდის და ისეთი საოცარი გემოსი გამოდის. აჰა, სტუმრების გვეწვივნენ. ვაჭრით აუცილებლად მწვანე ქინძს, რა თქმა უნდა, მწვანე ქინძიც წვრილად დაჭრილი. მოგროვდა. მაყურებლების მოგროვდნენ, მაყურებლების. ისეთი თავიდანვე ისეთი სუნი წამოიღო და ისეთი არომატები ამიმა ცოცხალმა ქინძმა, ხახვმა, ნიორმა შეგროვდა. ფრიად ნაღების საზოგადოება, ტყის ფრიად ნაღების საზოგადოება და აბა თქვენი იმედი გვაქვს. მეგობრებო და მოგხედეთ. ვაყრით შავ პილპილს. ცოტა ეს არის ეფექტი აქვს შებოლილის, ანუ შებოლილი შავი პილპილი ესე ქვია და ცოტა კარგ და ცოცხალ გემოს აძლევს, მე ძალიან მომწონს. სვანური მარილი. აუცილებლად სჭირდება სვანური მარილი. და ჩვენი მეთოდით დავაყაროთ ჩვეულებრივი მარილი. ეს ყველაფერი რაც ფარში მოვათავსეთ, უნდა აუვრიოთ აუცილებლად და ერთიან აი მკვრივ მასად უნდა ვაქციოთ მაქსიმალურად, რომ მე რო გავშლით ბებოს ლავაშს, რომ მიეკროს კარგად და სქლად რო იყოს ხორცი და კარგად რომ წამოიღოს მე შამპურზე. დავიჯერო ვინმე მწყემსი არ დაყვება ამათ.
აი ესე ბევრჯერ უნდა აურიოთ. თავისი აი წებოვან მასასაც გამოიტანს თან და კარგად მიეკრობა. აი ესე. ირო იტყვიან რომ უნდა ვცემო, აი ესე უნდა ვცემო. ფალში უნდა ვცემოთ. ეხლა კიდე გავშალოთ ლავაში. და მაქსიმალურად შევეცადოთ ისეთი სისქის გავაკეთოთ ფალში რომ კარგად გამოშრეს, მოასწროს შეწვა ლავაშთან ერთად. თავზე დავაფარებთ მერე მეორე ლავაშსაც, რომ კარგად გადაეხვიოს. ესე. ძალიან სქელიც არ უნდა იყოს, გადავანაწილოთ თანაბრად. გადავაფარებ მეორესაც და ზუსტად იმ ზომაზე გადავჭრი, სადაც დაგჭირდება. აი ესე. აი ესე. გიჟური რულეტი გამოგვივა შამპურზე ფარშის. აი ეს სიგრძეზე შემოვატრიალოთ და დავიწყოთ გადახვევა. აი თხილად ნაზად. მარტო ტყის შრიალი უნდა ისმოდეს. ჩემი ხმა უნდა ისმოდეს. აჰა. და იმის ხმაც. ის არ გაჩერდა, არ მოისვენა მაინც. და დავჭრათ ნაჭრებად და მოვამზადოთ შამპურისთვის. ძალიან თხელი ნაჭერიც როად გამოგვივიდეს ისე. აი ესე. აი ესე. ესე. და ესეც ასე. ეხლა კი წამოვაგოთ შამპურზე. მე აი ესე ორ შამპურზე გავაკეთებ. რომ გემრიელადაც ჩაჯდეს. დავანთებთ ცეცხლს და დავდებთ აუცილებლად ნაკვეთშალზე. ისე აქ შეიძლებოდა შენი რეკლამა ყოფილიყო და დაფიქთი, არ წააგებ, დამიჯერე. ესეთი სუნი მოდის, რომ ძლივს გავაქციეთ აქიდან ისინი. ეცხოველები. წერან დათმა ჩამოიარა. რა შვებიო და მე ვთხარი ბიჭო რა შვები, შეკაი კაცო. ძლივს რაღაცა ფარში მომიტანია, ძლივს რაღაცა ლავაში, ბებოს ლავაში მომიტანია და რაღაცა ჯახირობ, წვალობ. სადაო რომელი არხი არისო? დათვი მეკითხება, დათვი. რომელი არხიაო შენიო და ტელევიზია ვეგონე და მე ვთხარი YouTube-ია თქო და აუ ინტერნეტი არ ამაქო გამითიშესო და აქ გადღეში იყო. კომბლე მოვზევსო, კომბლეო და მიშველეო და ვარიქა მე ვთხარი ახლა. აი, დავდეთ ჩვენი არაჩვეულებრივი კერძი. ვაჰ, კაი სიმხურვალი აქვს. ოჰო. კარგია. აი ეგრე დაველოდოთ. მაყურებლები არ გველევა. შეხედე, გვემატება. პირველი ამოტრიალება ერთი ამოვატრიალოთ. და ეხე.
უბრალოდ რამდენი სული ყავთ? 100, ბარაკა. დაახლოებით 5 წუთი კიდე უნდა დავტოვოთ. სანამ შეიძლება წავუსვათ კეჩუპი, ცხარე კეჩუპი, რომელიც უფრო გააცოცხლებს ჩვენს ფარშის რულეთს. აი ესე. მხარესაც ივაგრიალოთ. ჩვენი უცხო კერძი, რომელიც არასდროს არ გაუკეთებია არავის საქართველოს კულინარიის ისტორიაში, ეგეთი არავის არ გაუკეთებია. ღია ცეცხლზე მე ამჯერა რაღაც. სასწაული კერძი, გასაოცარი კერძი, ფარშის რულეტის შამფურზე, ღია ცეცხლზე გამზადდა. გადმოვიღოთ. ოჰოჰოჰო. შენ გენაცვალე? შენ გენაცვალე? მოდი გენაცვალე. აჰა. შეხი. კეჩუპმა წამოიღო თავისი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აუცილებლად უნდა მოვწე ბოლომდე. ჩემო ძვირფასებო, არ დაინანოთ კომენტარები, თუ გაგიკეთებიათ ეგეთი სიგიჟეები, თუ გაგიკეთებიათ ეგეთი მაგარი უცხო კერძები, დამიწერეთ კომენტარებში. იაქტიურეთ, ჩემი არხი საზრდოობს თქვენი აქტიურობით, თქვენი კომენტარებით, თქვენი ლაიქებით. თავარი არის კეთილი გული და მხიარული ხასიათი და დანარჩენ ყველაფერს შეძლებ ადამიანი. ძალიან გემრიელია. ლუდისთვის ყოფილა ზღაპარი. ამასობაში ჩემო ძვირფასებო, ჩემო მაგარო გამომწერებო, უცხო მეგობრებო, საყვარელო ხალხო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და გაგვიმარჯოს!